გამარჯობა. ეს ციგნების თაროა, მე ალექსანდრე ლორჩიფანიძე ვარ და დღეს ციგნების თაროს 22-ვე სეზონის კიდევ ერთ მეოთხედფინალს ვითამაშებთ, რომელშიც ერთმანეთს დაუპირისპირდებიან სან პაბლო და 211. აბა როგორ ახართ? კარგად. არ არის ურიგო მეოთხედფინალში ყოფნა. სეზონის 8 საუკეთესო გუნდში მოხვედრა. თუმცა ეს საკმარისიც არ არის თქვენთვის, ასე მგონია და გსურთ რომ ნახევარფინალში გადახვიდეთ, რისთვისაც არ დაიშურებთ მონდომებას ამ თამაშის განმავლობაში. მე ვთქვი თქვენი სათქმელი ფაქტობრივად უბრალოდ დამიდასტურეთ ხო ეგრეა? კი ბატონო. თამაშის ბოლოს თითოეული თქვენგანი მიიღებს ციგნის ვაუჩერებს ჩვენი პარტნიორისგან, გამომცემლობა ინტელექტისგან. ასევე არ დავივიწყოთ და გვახსოვდეს ვინ გვიდგას გვერდში, ჩვენი ერთგული პარტნიორია PSP და გვახსოვდეს ისიც თუ რისთვის ვიბრძვით. იმიტომ რომ საბოლოო ჯამში სეზონის გამარჯვებული გაემგზავრება საზაფხულო სკოლაში კემბრიჯში. თუ წინააღმდეგი არ ხართ, შეგვიძლია დავიწყოთ თამაში. დავიწყოთ თამაში ციგნების თარო. პირველი რაუნდი, პერსონაჟი. გამოიცანით პერსონაჟი, რომელსაც ცნობილი მწერლის სადებიუტო რომანში ვხვდებით. ნაწარმოები მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში შეიქმნა და მასში უხვადაა გამოყენებული უილიამ შექსპირის პიესის ქარიშხლის სიმბოლიკა. გმირი 1935 წელს დაიბადა. მამის ავტოკატასტროფაში გარდაცვალების შემდეგ დედამ იგი მამიდასა და ბიძას მიენიჭა. პიტერ პარკერი. პიტერ პარკერი. არა, შეიძლება. კომიქსებიდან შეიძლება. გარისკეთ, მეგობრებო, ეს არ არის სწორი პასუხი. ეს არ არის სწორი პასუხი. ვაგრძელებ შეკითხვას 211-ისთვის ყურადღებით. მიუხედავად იმისა, რომ ნაწარმოების ანტიგმირია, მაინც არ ჰგავს ტრადიციულ ბოროტმოქმედს. ზრდილობიანია, იცავს წესებს და თავს მუდმივად იმართლებს. პერსონაჟისთვის სილამაზე მხოლოდ მაშინ არის ღირებული, როცა ის უმოძრაოა და მის პირად საკუთრებას წარმოადგენს. სწორედ ამას უკავშირდება მისი მთავარი გატაცებაც. რომანის დასაწყისში იგი 21 წლისაა და კლერკად მუშაობს. დიდი ფულის მოგების შემდეგ ლონდონში გადადის და ერთ გოგონას დაადგამს თვალს. არ არის 30 წამი ფიქრისთვის. სამი, 2, 1 ამოიწურა 30 წამი და 211-ს დამატებით მინიშნებას წავუკითხავ. ყურადღებით. პერსონაჟს 1963 წელს გამოცემულ რომანში ვხვდებით. იგი მოტაცებულ გოგონას სახელად მირანდას ფერდინანდის სახელით ეცნობა. თუმცა ქალი მას კალიბანს ეძახის, რაც შექსპირის პიესა ქარიშხლის ალუზიაა. გარდა ამისა, გმირი ენტომოლოგიითაა გატაცებული და პეპლების დიდ კოლექციას ფლობს. ვაიმე, მოიცა ერთ წამმა გასრაფხია. 3 აჭერს 211 და შეებიან ახლა გაიხსენონ. საუბარი? არ მახსენდება რა. 2, 1. არ გახსოვთ. მაგრამ რას იხსენებდით ისე? მე მგონი ორ სხვადასხვა კოლექციონერი. ეს არის კოლექციონერის თავარი გმირი ფრედერიკ კლეგი. ეს სწორი პასუხი იქნებოდა, რომელიმე გუნდთან რომ გაჟღერებულიყო ჯონ ფაულზის სადებიუტო რომანის თავარი გმირია, მაგრამ ვერ გამოიცანთ. არა უშავს. მეორე რაუნდი, ციტატა. სენატორი და მისი მეუღლე ფრაუ პერმანედერსა და ერიკა ვაინშენგთან ერთად ლანდშაფტებიან ოთახში თანამოქალაქეებისგან დიდხანს იღებდნენ სამძიმარს.
შემდეგ ელიზაბეტი ჩამომავლობით კროგერი მიწას მიაბარეს. დაკრძალვაზე ფრანკფურტიდან და ჰამბურგიდან ჩამოსულ ნათესავებს უკანასკნელად უმასპინძლა საგვარეულო დიდმა სახლმა. დარბაზი, ლანდშაფტებიანი ოთახი, სვეტებიანი სადარბაზო და დერეფანი მთლიანად გაავსეს მოსამძიმრეებმა. მარიენკირხეს პასტორი, პრინქსჰაიმი, კუბოს თავში ანთებულ სანთლებთან მედიდურად იდგა. სუფთად გაპარსულ სახეზე ხან პირქუში ფანატიზმის ჩრდილი გადაურბენდა, ხან კი მობიერება ეხატებოდა. ფართო დანაოჭებულ ჟაბოში ჩაფლული თავკისერი ზეცისკენ მიექცია. ხელები ნიკაპ ქვეშ შეეტყუპებინა და მოღაღანე ხმით განსვენებული თვისებებს, მის დიდებულებასა და თავმოდრეკილობას, მის ხალისიანობასა და ღვთისმოსაობას, მის ქველმოქმედებასა და მობიერებას ასხამდა ხოტბას. ვერსია არჩანს 30 წამი ორივე გუნდს. სამი, 2, 1 ამოიწურა 30 წამი და დამატებითი მინიშნა. ყურადღებით. სავაჭრო სახლის უხუცესმა შეფმა სტუმრებს გულთბილი სიტყვებისთვის ყველას მაგივრად მადლობა მოახსენა. შემდეგ თომასი მესამე ბოთლის მოსატანად გაგზავნა. 2 ბოთლი საკმარისი არ აღმოჩნდა. ილაპარაკა ლებრეჰტ კროგერმაც. მან თავს ნება მიისცა სადღეგრძელო ფეხზე აუდგომლად წარმოეთქვა. ლაპარაკის დროს ხელებს მოხდენილად შლიდა. ეგონა ასე უფრო დიდ შთაბეჭდილებას მოახდენო. მან ორივე დიასახლისის, მადამ ანტუანეტასა და კონსულის მეუღლის სადღეგრძელო შესვა. 3. 211 ასწრებს სამპაბლოს და არ მგონია, მაგრამ ტონიო კრიოგერი ხო არ არის მამის? ტონიო კრიოგერი. ეს არ არის სწორი პასუხი. ეს არ არის სწორი პასუხი. სამპაბლოს აქვს უფლება დააფიქსიროს თავისი ვერსია. ბუდენბროკები ხო? აი ეს კი სწორი პასუხია, ეს არის ბუდენბროკები. რაღაცა გერმანული ატმოსფერო და დიდი საგვარეულო სახლი, რომელშიც აი მთელი ეს დიდგვაროვანი სტუმრები იკრიბებიან. ამიტომ შეიძლება და მისულიყავით ბუდენბროკებთან, მივიდა კიდევაც ბოლოს სამპაბლო ბუდენბროკებთან და 1-0 ხდება შედეგად ანგარიში. გავაგზავნოთ თამაში. მესამე რაუნდი, დოკუმენტური. ნაწარმოები, რომელიც თქვენ უნდა გამოიცნოთ, 3 წლის განმავლობაში იქმნებოდა და 21 საუკუნეში გამოიცა. წიგნი ეპისტოლარული ხასიათისაა და განიხილავს ისეთ თემებს, როგორებიცაა მწერლობა, კინოკრიტიკა, მეგობრობა, მოგზაურობა და სხვა. საგულისხმო ფაქტია, რომ კრებულის ქართული თარგმანი დედანზე ადრე გამოიცა. 2 მწერლი და ახლა არის უეჭველი ეგაა რა. უეჭველი ეგაა. ამის მე არ არის მეთქი რო თქვა, როგორ გამოუყო თავი ეს ორი პასუხია. ეს არის აქ და ახლა ვისი მიმოწერაა ბარემ გუძე და პოლოს. ჯონ მაქსველ კუძეესა და პოლ ოსტერის მიმოწერა და წერილებში მოთხრობილი ძალიან ბევრი ამბავი, განხილული ძალიან ბევრი ამბავი საბოლოოდ გამოიცა ამ სათაურით აქ და ახლა. ეს 3 ქულაა სამპაბლოს აქტივში. გავაგრძელოთ. მეოთხე რაუნდი. სხვადასხვა. ახლა მოგიწევთ გამოიცნოთ ტოპონიმი, რომელიც ერთი ევროპული ქვეყნის ჩრდილოეთში მდებარეობს. მის შესახებ ცნობები ძველი წელთაღრიცხვით 1500 წლიდან გვხვდება და გავრცელებული მოსაზრების თანახმად ეტრუსკებმა დააფუძნეს. სახელწოდება ლათინური წარმოშობისაა და მრგვალი ფარის სახელიდან მომდინარეობს. დიოდორე სიცილიელი რომაელების მიერ საკუთარი მართკუთხედი ფარების მრგვალით შეცვლას, სწორედ ეტრუსკების იმიტაციას მიაწერს. ემილია-რომანიას რეგიონში მდებარე ამ ქალაქში 202,000 ადამიანი ცხოვრობს.
აქვე ჩამოედინება ამავე სახელწოდების მდინარე. უნდა აღინიშნოს, რომ განთქმულია საკუთარი ყველითა და ერთ-ერთი უძველესი მე-11 საუკუნის უნივერსიტეტით. ბოლონია. უძველეს უნივერსიტეტი. ხო, ბოლონია. ყველაზე ძველია. მე-11 საუკუნის. კი, ყველაზე ძველია. ეს არ არის სწორი პასუხი, მეგობრებო. აი ეს არ არის სწორი პასუხი, რაც ნიშნავს იმას, რომ გავაგრძელებ და დავასრულებ შეკითხვას 211-ის. ყურადღებით. რაც შეეხება ლიტერატურას, სწორედ აქ ვითარდება მე-19 საუკუნის ფრანგული ნაწარმოების სიუჟეტი, რომელსაც ფონად ნაპოლეონის ომები გასდევს. ვერსია არ არის 30 წამი იფიქრეთ. ავეა. ავეა. თუ სწორად მახსოვს სახელი არ ვიცი. არ არის ეს სწორი პასუხი. არ არის ეს სწორი პასუხი. მხოლოდ პირველი ორი ასო ემთხვევა სწორ პასუხს. მინდა გითხრა. დიახ, სტენდალის ამ ნაწარმოებს ქვია პარმის სავანე. პარმა არის ეს. პარმა, პარმეზანი, ან პარმეჯანი, როგორც გენებოთ, ცნობილი ყველია ასევე პარმაში და ცნობილი გუნდი წავს პარმას და ასე შემდეგ, მოკლედ, საერთოდ იტალიაში აი ესე მართალი იყავით, ბოლონია უძველესი უნივერსიტეტია, თუმცა ბევრი უნივერსიტეტი მალევე მოსდევს და ანუ მე-11 საუკუნეში ბევრი შეიქმნა, მათ შორის პარმაშიც, როგორც აღვნიშნეთ. გავაგრძელოთ თამაში, რა გავაგრძელოთ? ვიდეო რგოლი ვნახოთ და მერე გავაგრძელოთ თამაში. 26 წლის ასაკში გერმანელი მწერალი თომას მანი საკუთარი ოჯახის ისტორიაზე დაყრდნობით საგას ბუდენბროკებს ქმნის. მწერლის ლიტერატურული დებიუტი იმდენად წარმატებული აღმოჩნდება, რომ 1929 წელს მისთვის ნობელის პრემიის მინიჭებაში დიდ როლს შეასრულებს. ნაშრომი ერთგვარად აგრძელებს მე-19 საუკუნის ნაწარმოებების რეალისტურ ტრადიციას და ირონიისა და ტრაგიზმის გამოყენებით მთელი ევროპული ბურჟუაზიის ტრანსფორმაციას გვაჩვენებს. ბიოგრაფიული ელემენტებით გაჯერებული ამ რომანის მოქმედება 1835 წელს იწყება და ბუდენბროკების გვარის 4 თაობის ისტორიას გვიყვება. გრძელდება წიგნების თარო, მეხუთე რაუნდი, ვიდეო შეკითხვა. მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, თქვენ უნდა გამოიცნოთ ნაწარმოები, რომელიც გასული საუკუნის შუახანებში გამოიცა და ცნობილი მწერლისთვის სადებიუტოა. წიგნი გამომცემლობა ეინაუდის სერია მარჯნებში გამოქვეყნდა. მოგვიანებით ავტორმა მასში ჩაასწორა ისეთი პასაჟები, რომელიც ძალიან ბრუტალური და აი მაფია, ეს ნათლია, უზოს ნათლია. და მაფია იქნება ეგ რა. ყველა ვარიანტი. ნაწარმოები. ეს სტრატეგიული მიდგომაა თქვენი, რომ რისკოთ როგორც კი ვერსია მოვა? იმიტომ რომ ხანდახან ამართლებს ეს მიდგომა, ხანდახან არ ამართლებს. და ეს უკანასკნელიც ის შემთხვევა, როცა არ ამართლებს. ეს არ არის სწორი პასუხი, მეგობრებო, არ. ეს არ არის სწორი პასუხი. 211 გააგრძელებს შეკითხვის მოსმენას. და გადამეტებული ეჩვენებოდა. აღსანიშნავია, რომ რომანმა ჩეზარე პავეზეს მოწონება დაიმსახურა, რომლის თქმითაც მთელ ამბავს ზღაპრული განზომილება აქვს. წიგნში მრავლად შეგვხვდება სამხედრო და პარტიზანული ტერმინები, რომელიც პროტაგონისტს აღაფრთოვანებს. 23 წლის ავტორმა წიგნი მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან ძალიან მოკლე დროში დაწერა. რაც შეეხება სიუჟეტს, თხრობა მესამე პირში მიმდინარეობს და გვიყვება იტალიის წინააღმდეგობის მოძრაობასა და პარტიზანებზე 1953-54 წლებში. ამ ყველაფრის ფონზე კი პატარა ბიჭის ამბავია მოთხრობილი. ვერსია არ არის 30 წამი გაქვთ. აბა 211. ვიტა. არა ხო? არც ვიტა არ არის სწორი პასუხი. არა. არ არის ეს სწორი პასუხი. პავეზე აღფრთოვანებული იყო იტალო კალვინოს ოსტატობით
და მას არაერთი საქებარი სიტყვა მიუძღვნა, იმიტომ რომ ეს არის იტალო კალვინოს ობობას ბუდეების ბილიკი. ასე ჰქვია ამ ნაწარმოებს. ობობას ბუდეების ბილიკი. მეექვსე რაუნდი ასოციაცია. შეხვედრა, სიყვარული, სიღარიბე, საზოგადოებრივი კლასები, თეთრი, წითელი, ტუბერკულოზი, ოჯახი, ეჭვიანობა, мама, ქორწინება, ღალატი, სიკვდილი, სამოსი, ყვავილები. ვერსია არ არის 30 წამი ფიქრისთვის. სამი, 2, 1. ამოიწურა 30 წამი და დამატებით მინიშნებას წაგიკითხავთ. პარიზი, შვილი, კურტიზანი, არმანდიუვალი, მარგარეტი. 3, 2. აბა გისმენთ. სამპაბლო შეეცდება ახლა. კარმენი ხო არა? კარმენი არ არის სწორი პასუხი. კარმენი ნამდვილად არ არის სწორი პასუხი და ბუნებრივია თამაშის წესებიდან გამომდინარე 211-საც აქვს უფლება დააფიქსიროს თავისი ვერსია. ვერსიის დონეზე დედოფალი მარგო ხო არ არის? დედოფალი მარგო. არც ეს არის სწორი პასუხი. არც ეს არის სწორი პასუხი. მეგობრებო, ძირითადი პირობის ბოლო ასოციაცია გახსოვთ რა იყო? ყვავილები. პარიზი, კურტიზანი ქალი, ყვავილები. არა, შვილიც იყო მინიშნებაში. დიუმას ქალკამელიებით. გამარჯობა. გამარჯობა. ეს არის ქალი კამელიებით ალექსანდრე დიუმაშვილის ცნობილი ნაწარმოები ქალი კამელიებით. რომელიც არ აღმოჩნდა ჩვენთვის ქულების მომტანი, შვილს კი მოუტანა სახელი თავის დროს. ხრჩება 3 ძირითადი რაუნდი სათამაშო, მოგიწოდებთ რომ მაქსიმალურად მოიკრიბოთ ყურადღება, მე-7 რაუნდი ავტორი. წერალი, რომელიც თქვენ უნდა დაასახელოთ, გასული საუკუნის მეორე ნახევარში დაიბადა, ინტელიგენტთა ოჯახში. წერლობა სკოლის წლებიდანვე ჰქონდა გადაწყვეტილი. საკუთარი ცნობილი სერიის იდეაც სწორედ სკოლის პერიოდში 15 წლის ასაკში მოუვიდა. 17 წლის ავტორმა დატოვა სამშობლო და ისრაელში გადავიდა, სადაც 4,5 წელიწადი დაჰყო. შეისწავლა ივრითი და მიიღო ჟურნალისტის ხარისხი. ისრაელში ყოფნისას 18 წლის ავტორმა უკვე საკუთარი იდეის ფურცელზე გადატანა დაიწყო და თავდაპირველად ვებსაიტზე აქვეყნებდა ხოლმე, სადაც ყველა მკითხველისთვის ხელმისაწვდომი იყო. აღნიშნული სერიის მიხედვით შექმნილია არანაკლებ ცნობილი ვიდეო თამაშიც. დიმიტრი გულხოვსკი ხო არა? ეს პასუხია, ეს არის დიმიტრი გლუხოვსკი ნამდვილად. ეს არის მეტროს სერია, რომელიც საბოლოოდ ტრილოგიად ჩამოაყალიბა დიმიტრი გლუხოვსკიმ. გამოსცა და ძალიან ისეთ საკულტო სამყაროდ იქცა ფაქტობრივად შეიძლება ითქვას, მათ შორის ვიდეო თამაშის დამსახურებით. გავაგრძელოთ. მერვე რაუნდი, ეკრანიზაცია. Smell of
დაჭერს სან-პაბლო. რა მოუვიდა ნეტავ თავში რომელიღაც მოთამაშეს. აბა გისმენთ. ეს არის 3 ბიჭო, ამაობის ბაზარი ხო არა? ამაობის ბაზარი. მეორე რასამ. რა მიამსგავსეთ? აუ, არ ნაპოლეონის ომები და რაღაც მე მგონი იყო რა, იქ მარხავინ მაგას. 10 ხდება ანგარიში, ეს სწორი პასუხია. ეს არის ამაოების ბაზარი, უილიამ თეკერეის უკვდავი რომანის ეკრანიზაცია. ოჩახ, სად დააფიქსირეთ ეგ დეტალები, იმიტომ რომ ძალიან ზოგადი კადრები იყო იმისთვის, რომ რაღაც შეგვეკოწიწებინა ფაზლი და მიგვეღო საბოლოო ჯამში ამაოების ბაზარი, მაგრამ სან-პაბლომ ეს შეძლო და 3 ქულაც დაიმატა აქტივში. ერთი რაუნდი გრჩება, მეგობრებო, ყურადღება მოიკრიბეთ. ნაწარმოების რაუნდს წარმოგიდგენთ გამომცემლობა ინტელექტი. მე-9 რაუნდი ნაწარმოები. გამოსაცნობი ნაწარმოები მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში დაიწერა და ძალიან პოპულარული ავტორის საუკეთესო რომანებს შორისაა. აღსანიშნავია, რომ ავტორისთვის ინსპირაციად იქცა რადიკალური რევოლუციური ჯგუფის მიერ ჩადენილი დანაშაული. რომანი ერთგვარ გაფრთხილებას წარმოადგენს და ეხმიანება პოლიტიკურ განწყობებს, რომლებიც განსაკუთრებით მზარდი იყო. ტექსტი მნიშვნელოვან აქცენტს აკეთებს საზოგადოების მორალურ ხრწნაზე და ამასვე უკავშირდება რომანის სათაურიც, რომელიც ეშმაკნი არის უეჭველი ეგ არის რა, აი უეჭველი. თავიდანვე ქონდა მესამე წელი. 211 აქეთ აბრახუნებს სან-პაბლო. ღმერთო ჩემო. ეშმაკნი. კი, და ეგ არის. ავტორი ვინ არის? დოსტოევსკი, მე-19 საუკუნის პოპულარული მწერალი. კარგი რომანია ეშმაკნი? თახმებით? კი. მით უფრო შეგიყვარდებათ, რადგან 3 ქულაც მოგიტანა, ეს სწორი პასუხია. ეს არის ფიოდორ დოსტოევსკის ეშმაკნი და მე რეაქციით ხვდები, რომ 211-ის მაგიდასთანაც იყო ეს ვერსია, ასეა? მაგრამ ბოლომდე არ ირწმუნეთ როგორც ჩანს, რომ გაგერი. იმ წამს მოვიდა ვერსია და უკვე დააჭირეს. ვეღარ მოესწრო. კი ბატონო. და კიდევ ერთხელ კი ბატონო, ვნახოთ ახლა შემეცნებითი ვიდეორგოლი და ქართული ეტაპით გავაგრძელოთ თამაში. უილიამ თეკერეი 1858 წელს სატირულ რომანს ამაოების ბაზარს აქვეყნებს, რომელშიც მე-19 საუკუნის ბრიტანულ საზოგადოებას ამხელს. წიგნის ქვესათაურად რომანი გმირის გარეშე ავტორი ამსხვრევს იმდროინდელ ლიტერატურულ ტრადიციას, სადაც მკაფიოდ იყო გამიჯნული ბოროტი და კეთილი პერსონაჟები. კრიტიკოსებმა ნაწარმოების სრულად გამოქვეყნებამდეც კი ლიტერატურულ საგანძურად აღიარეს და ავტორს წერის სტილი მოუწონეს. რომანი ორი ერთმანეთისაგან სრულად განსხვავებული ქალის, ბეკი შარპისა და ამელია სედლის ისტორიას გუყობა ნაპოლეონის ომების ეპოქის ინგლისში. ვაგრძელებთ წიგნების თაროს, პირველი ქართული რაუნდი ისტორია. გამოიცანით პიროვნება, რომელიც მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში დაიბადა და იმერეთის მეფე სოლომონ პირველის კარის მოძღვრის შთამომავალია. მან განათლება ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტში მიიღო და აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობასაც ეწეოდა. ილია ჭავჭავაძის მკვლელობის შემდეგ გაზეთ ისარში მისი ცნობილი წერილი კაცია ადამიანი გამოქვეყნდა. ასევე მას ეკუთვნის კარლ მარქსის კაპიტალისა და გილგამეშის ეპოსის ქართული თარგმანი. გილგამეშის თარგმანი რაიმე? ნიკოლა იხსენებს რაღაცას განწერებული გისმენ. 3 აღმიწერ. ჩოლოყაშვილი ხარ რაღაცა. 2 სახეზე აღმიწერ. აუ არ მახსოვს. 1 მეგობრებო, ამდენი ხანი ვეღარ დაგელოდებით. გავაგრძელებ შეკითხვას სან-პაბლოსთვის. საფრანგეთში ყოფნისას ის ანარქისტული მოძრაობის წევრი იყო და ახლო ურთიერთობა ჰქონდა ვარლამ ჩერქეზიშვილსა და პიოტრ კროპოტკინთან. საბოლოოდ კი გეტყვით, რომ 2013 წელს მას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. სამი? არა, 2013-ში არის. არიცით, მაგრამ რამე უნდა მითხრათ? ქაქუცა ჩოლოყაშვილი. ქაქუცა ჩოლოყაშვილი. ეს არ არის სწორი, არა? ეს არ არის ქაქუცა ჩოლოყაშვილი? აუ სულხანიშვილი ხო არა თუ არა, არც სულხანიშვილია. რაღაც
სოლომონ პირველის კარის მოძღვრის ჩამო რაღაც იმერული თავადური გვარი უნდა გეძებნათ წესით. ეს არის მიხაკო წერეთელი. მიხაკო წერეთელი არის ეს ადამიანი. მეორე ქართული რაუნდი გეოგრაფია. დაასახელეთ ადგილი, რომელიც თრიალეთის ქედის აღმოსავლეთ ნაწილის სამხრეთ ფერდობზე. ზღვის დონიდან 1950 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. მისი ისტორია 1965 წლიდან იწყება. ხოლო ის სტატუსი, რომლითაც დღეს ვიცნობთ, 2007 წელს მიენიჭა. ეს ტერიტორია ვულკანური და დანალექი ქანებითაა აგებული. აი საყდრისი? საყდრისი არ არის სწორად. ეს არ არის საყდრისი, აგრძელებს სამპაბლოსთვის შეკითხვას. და ნოტიო კლიმატით ხასიათდება. სწორედ აქ ბინადრობენ საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილი ცხოველები, მურა დათვი, კავკასიური როჭო და ბექობის არწივი. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარე ამ დაცული ტერიტორიის უმაღლეს წერტილს კლდეკარი წარმოადგენს. თავად პარკი კი იმავე სახელობის მდინარის ხეობაშია მოქცეული. 3 2 აბა გისმენთ. ლაგოდეხის იყო. ლაგოდეხის ნაკრძალი. არა, ვაშლოვანი. მდინარე არ არის ლაგოდეხი, ხო? იმავე სახელობის მდინარე. არ არის სწორი ლაგოდეხი. სინამდვილეში ეს გახლავთ ალგეთის ეროვნული პარკი, მეგობრებო. ალგეთის ეროვნული პარკი. მესამე ქართული რაუნდი, კულტურა. გამოიცანით დღესასწაული, რომელიც დღემდეა შემონახული სვანეთში, გურიასა და აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის სოფლებში. ადრე ის 1 თებერვალს იმართებოდა. თუმცა ამჟამად მოძრავი დღესასწაულია და სავსე მთვარეზეა დამოკიდებული. ლამპრობა არის, უეჭველი ეგარი, უეჭველი. იგი. ლამპრობა. იგი. ხართ ნამყოფი ლამპრობაზე? არა. მაგრამ ეს სწორი პასუხია, ეს არის ლამპრობა ნამდვილად, როდესაც ძალიან ლამაზი სანახაობა არის. ილა ადრიან უთენია, როგორც იტყვიან, ლამპრებით იკრიბება ხოლმე მთელი სოფელი და მიდიან საყდარში. ეს არის 2 ქულა სამპაბლოს აქტივში და ზოგადი რაუნდების დრო დგება. მეგობრებო, გთხოვთ ხელოვნების რაუნდზე მოთამაშეები დარჩით. ნიკა, ნიკოლა, პირველი ზოგადი რაუნდი, ხელოვნება. გამოიცანით ნაწარმოები, რომელიც მე-19 საუკუნეში შეიქმნა და უოლტერ სკოტის ნაწარმოებს ეფუძნება. მისი შექმნისას ავტორი რეპუტაციის პიკში იყო, ხოლო შოტლანდიის ისტორია და კულტურა ფართო ინტერესის საგანს წარმოადგენდა. კომპოზიტორმა ლიბრეტოს დასაწერად ცნობილ პოეტ და თეატრის რეჟისორ სალვატორე კამარანოსთან ითანამშრომლა. აღსანიშნავია, რომ ბელკანტოს ეპოქის ეს შედევრი პირველი ოპერაა, რომელიც თბილისში დაიდგა. მას შევხვდებით ისეთ ფილმებში, როგორებიცაა მარტინ სკორსეზეს მიცვალებულები და ლუკ ბესონის მეხუთე ელემენტი. ოპერის მოჩვენება ხო არ არის? ოპერის მოჩვენება არ არის სწორი პასუხი. ეს არ არის სწორი პასუხი. გავაგრძელებ შეკითხვას ნიკოლასთვის. ოპერა მე-17 საუკუნის შოტლანდიაში ორ საგვარეულოს, ეშტონებსა და რევენსვუდებს შორის არსებულ კონფლიქტს ეხება. 3 აივენჰო. არც ეს არის სწორი პასუხი. არც ეს არის სწორი პასუხი. სინამდვილეში პირველი ოპერა, რომელიც თბილისში, უძველეს თბილისის ოპერის თეატრში დაიდგა, არის ლუჩია დი ლამერმური. გადავიდეთ მეგობრებო მეცნიერების რაუნდზე, გთხოვთ დავუთმოთ ადგილი. ზუკა, ანი, მეცნიერების რაუნდს წარმოგიდგენთ PSP. მეორე ზოგადი რაუნდი, მეცნიერება.
დაასახელეთ ჰიპოთეტური მეგასტრუქტურა, რომელიც სათავეს იღებს ოლაფ სტეპლდონის სამეცნიერო ფანტასტიკური რომანიდან ვარსკვლავების შემქმნელი. კონცეფცია მოგვიანებით განვითარდა და მიჩნეული იქნა, რომ მსგავსი სტრუქტურები ტექნოლოგიური ცივილიზაციის მზარდი ენერგეტიკული მოთხოვნილებების ლოგიკური შედეგი და მისი გრძელვადიანი გადარჩენისთვის აუცილებლობა იქნებოდა. კარდაშევის შკალის მიხედვით ცივილიზაცია, რომელიც ამის შექმნას შეძლებს, განვითარების მეორე ტიპს მიეკუთვნება. აღნიშნული ბიოსფერო ვარსკვლავის გარშემო შეიძლება აშენდეს და მის მიერ გამოსხივებული ენერგიის უდიდესი ნაწილი სასარგებლო ენერგიად გარდაქმნას, რაც სრულად ცივილიზაციის განვითარებას მოხმარდება. 3, 2, 1. ამ ჰიპოთეტურ მეგასტრუქტურას, როგორც უკვე გითხარით, ქვია დაისონის სფერო. დაისონის სფერო. სპორტის რაუნდზე მოთამაშეებს უხმეთ. მამუკა, დავით, მესამე ზოგადი რაუნდი, სპორტი. ახლა კი დაასახელეთ ის, რის მოდიფიკაციაშიც უმნიშვნელოვანესი როლი სამხედრო პირმა ფრანსუა მინგომ და ჯონ კარმა შეასრულეს. ტერმინი, რომლითაც მას დღეს ვიცნობთ, ფრანგული სიტყვიდან მომდინარეობს და კუდს ნიშნავს. თავდაპირველად მისი გამოყენების უფლება მხოლოდ პროფესიონალ მოთამაშეებს ჰქონდათ. ამ ატრიბუტის სიგრძე 145-150 სანტიმეტრია. როგორც წესი, ის ხისგან მზადდება. თუმცა არსებობს ნახშირბადის ბოჭკოს თანამედროვე ვერსიებიც. ეს ნივთი ცნობილი სპორტული თამაშის განუყოფელი ნაწილია და მას ოსტატურად იყენებენ სტივ დევისი, სტივენ ჰენდრი და რონი ოსალივანი. დავით, ვაიმე დედა. აუ, კია, რომელია? კი. ეს არის კი. კიასაც კი ეძახიან ხოლმე. კი. მისაღებია აბსოლუტურად ბილიარდის ჯოხი, რომლითაც ბურთებს ურტყამენ მოთამაშეები. 2 ქულა 211-ს და ახლა კი ის დრო დგება, რომ ბლიცის ეტაპზე გადავიდეთ, თუმცა მანამდე შემეცნებით ვიდეო რგოლს ნახავთ. კიდევ უფრო მანამდე კი შეგახსენებთ, რომ წიგნების თაროს 22 სეზონის პარტნიორები არიან გამომცემლობა ინტელექტი და PSP. ნახოთ ვიდეო რგოლი. საქართველოს ეროვნულ გმირად აღიარებული მიხაკო წერეთელი 1878 წელს ზემო იმერეთის სოფელ ცხულკვეთში იბადება. პირველი მსოფლიო ომის დროს ის ევროპაში მოქმედი საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის ხელმძღვანელი ხდება. 1921 წელს საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ ემიგრაციაში მიდის და პარიზში ეროვნულ პოლიტიკურ ორგანიზაციას თეთრ გიორგის აარსებს. მისი ერთ-ერთი უდიდესი კულტურული მემკვიდრეობა გილგამეშიანის ორიგინალი ლურსმული დამწერლობიდან თარგმნა. მასვე ეკუთვნის ვეფხისტყაოსნის პროზაული თარგმანი გერმანულ ენაზე. გარდაცვალებიდან რამდენიმე ათეული წლის შემდეგ ლევლის ქართველთა სასაფლაოდან მიხაკო წერეთლის ნეშტს მთაწმინდის პანთეონში ასვენებენ. წიგნების თაროს გენერალური პარტნიორია PSP, საქართველოს ფარმაციის ლიდერი. გრძელდება წიგნების თაროს 22 სეზონი კერძოდ და მეოთხედ ფინალი კიდევ უფრო კერძოდ. იმიტომ რომ ერთმანეთის პირისპირ დგანან მამუკა და დავითი, რომლებიც წარმოადგენენ შესაბამისად სამპაბლოს და 211-ს. კულმინაციურ მომენტს მივადექით, ბლიცი უნდა ვითამაშოთ და იქიდან გამომდინარე, რომ ანგარიშში წინ არის სამპაბლო, პირველი ვითამაშებ მამუკასთან. მზად ხარ ამისთვის? დავიწყოთ ბლიცი მამუკასთან. დავიწყოთ. სადავრი ავტორია ოსვალდ შპენგლერი. ნორვეგი. გერმანელი რა ფსევდონიმით ვიცნობთ მიშელ თომას? შემდეგ. უელბეკი, რომელიც საუკუნეში გამოიცა რობინზონ კრუზო? მე-19. მე-18 ვის თეატრს ხვდებით ცოტნე ცხვედიათან? მაიკელს. სწორედ, რომელიც წიგნის პერსონაჟია ჯეიმი გრემი? შემდეგ. ზის იმპერია, ვისი გრაფიკული რომანია მაუსი? შპიგელმანი. სწორედ, რომელ მწერალთან ხვდებით ჯოუ დებს ოჯახს? სტაინბეკი. სწორედ, მითოლოგიაში რისი მუზაა კლიო? ტრაგედია. ისტორიის მეიერთა რა არსებაა ჯეიკობ ბლეკი? ვამპირი. მაქცია, ვისი კრებულია უნაყოფო მიწა? ელიოტი. სწორედ, ტოლკინთან ვინ არიან ერთმანეთისთვის
ელრონდი და არვენი. მამაშვილი. სწორედ, რომელ ქვეყანაში გაიცემა პრემიო სტრეგა? ისა ინგლისი. იტალია, რომელ საუკუნეში მოღვაწეობდა ნიკოს გაზანძაკისი? მეოთხე. სწორედ, პატრიკ მოდიანოს დაკარგული ახალგაზრდობის. კაფეში. სწორედ, ვისი პიესა ალკესტისი? შემდეგ. ევრიპიდეს ბიბლიაში რომელ მთასთან გაჩერდა ნოეს კიტანი? სწორედ, ვისი ლექსია 25 თებერვალი? კოლონადირა. სწორედ, რომელ ქვეყანაში ვითარდება პედრო პარამოს მოქმედება? ისა მექსიკა. სწორედ, რა ქვია ჰოუმ ფაბერის ავტორ ფრიშ? ისა მაქს ფრიში. სწორია, რუსველთან ვისი ვაზირია სოკრატი? ისა როსტევანი. სწორედ, სადური მწერალია მარის კონდე? შემდეგ. ფრანგი კომიქსების რომელ კომპანიას ეკუთვნის დარაჯები? დისი. სწორედ, მიდა ამარცხა მედუზა გორგონა? პერსევსი. სწორია, დრო ამოიწურა. დრო ამოიწურა და მამუკამ დააგროვა 14 სწორი პასუხი. აპლოდისმენტები მამუკას. მე კი ვინაცვლებ დავითისკენ, რომელიც ასევე ითამაშებს ახლა ბლიცს. მზად ხარ დავით? მზად ვარ. დავიწყოთ ბლიცი დავითთან. დავიწყოთ. სადორი ავტორია ადალბერტ შტიფტერი. ავსტრიელი. სწორია, რა ფსევდონიმით ვიცნობთ იოზეფ კორჟენიოვსკის? შემდეგი. კონრადი, რომელ საუკუნეში გამოიცა გულივერის მოგზაურობა? მე 19. მე-18 რის თეატრია ოთარ ჭილაძესთან? რკინის. სწორია, რომელიც წიგნის პერსონაჟია რობერტ მონი? შემდეგი. შეჯახება ვისი გრაფიკული რომანია ვიანუ ვენდეტა? შემდეგი. ალან მურის რომელ მწერალთან ხვდებით კომპსონების ოჯახს? შემდეგი. ფოლკნერი მითოლოგიაში რის მუზაა თალია? ისტორია. კომედიის მეიერთან რა არსება ედვარდ კალენი? მაქსია ვამპირი. სწორია, ვისი კრებულია კულტური მიმწუხრი? შემდეგი. იეიცის მარკეტთან ვინარი ერთმანეთისთვის ბრაინ და რიკონი? ძმები. სწორია, რომელ ქვეყანაში გაიცემა ნიკეს პრემია? საბერძნეთი. პოლონეთში რომელ საუკუნეში მოღვაწეობდა ნათანიელ ჰოთორნი? მე-20. მე-19 ლაურა ესკიველის როგორც წყალია? შოკოლადის. სწორია, ვისი პიესაა ტროელი ქალები? ესკილე. ევრიპიდეს ბიბლიაში ვის შეჭრა დალილამ თმა? სამსონს. სწორია, ვისი ლექსია აფხაზური კანტატა? ნიშნიანი. სწორია, რომელ ქვეყანაში ვითარდება სულების სახლის მოქმედება? ჩილე. სწორია, რა ქვია მისნის ღამის ავტორ ოსტერს? ოსტერ შემდეგი. პოლი რუსთაველთან ვის დობილია ასმათი? და შემდეგი. ტარიელის დრო ამოიწურა. დრო ამოიწურა, დავითმა დააგროვა 800 სწორი პასუხი, აპლოდისმენტები მას და დაუბრუნდით მოთამაშეების სათამაშო ადგილებს, რომ გამოაცხადოთ საბოლოო ანგარიში. საბოლოოდ სემ პაბლო იმარჯვებს ანგარიშით 29-10 და გადადის ნახევარფინალში. გილოცავთ მეგობრებო. გილოცავთ 4 საუკეთესო გუნდში მოხვედრას, რაც დარწმუნებული ვარ ასევე არ დაგაკმაყოფილებთ და ეცდებით ბოლომდე გაიტანოთ თქვენ მიზანი, ბოლომდე მიიღოთ და მე გისურვებთ რომ ეს ასეც მოხდეს. წარმატებები ვუსურვოთ სემ პაბლოს და აპლოდისმენტები დავაჯილდოთ ასეთი შესანიშნავი წაუგებელი სერიის შემდეგ. და ასევე წარმატებები ვუსურვოთ საომავლოდ 211-ს, რომელიც დღეს დამარცხდა, თუმცა ძალიან კარგად მოგვეხსენება, როგორი კარგი გუნდია და როგორი თამაშები შეუძლია. გული არ გაიტეხოთ ხალხო ამ მარცხის გამო. დავემშვიდობები მაყურებელს. ერთმანეთს შევხვდებით ციგნების თაროში, უყურეთ ჩვენ შოუს და უგულშემატკივრეთ გუნდებს საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვან ახალგაზრდულ პროექტში. ნახვამდის. ვერ მასწავლიჭკუას, მასწავლიჭკუას, მასწავლინე. ვერ მასწავლიჭკუას, მასწავლიჭკუას,